სახალხო დამცველი კახეთის გუბერნატორსა და თელავის გამგებელს ხვდება. ნანუაშვილის განცხადებით შეხვედრის მიზანი ადგილობრივ ხელისუფლებასა და თელავში ახლად გახსნილ სახალხო დამცველის ოფისს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობაა. დღეს ნანუაშვილი პანკისის ხეობაში ჩასვლას გეგმავს, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს მოინახულებს. დამცველის ოფისის გახსნა თელავში მისასალმებელია. დღეს კიდევ ერთხელ ხვდებით ერთმანეთს, რადგან მოვისმინოთ ერთმანეთსგან მიმდინარე საკითხები, მიმდინარე პრობლემები და გუბერნია მზად არის ყველა საკითხზე მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს სახალხო დამცველის ოფისს. ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია მთელი რიგი საკითხების საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ასევე გეგმავთ პანკისის ხეობაში გამგზავრებას, სადაც შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, გავეცნობებით არსებულ სიტუაციას, პრობლემებს. გარდა ამისა, ცალკე ასევე შევხვდებით ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ის და ოჯახის წევრებს, გავესაუბრებით მათ და რეალურად გვინდა მივიღოთ მეტი ინფორმაცია იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეს არის პანკისის ხეობაში.